ბატონო გიორგი, ეს შემოვხვდით შემთხვევით საბჭოში, რის მერე სხვათა შორის რადოსლავ სიკორსკიმ თქვა, რომ ჟურნალისტებმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა თქვენთან შეხვედრა, ამ შეხვედრებით რომ დავიწყოთ და დაგზავნილით ჩამოხვედით ბრიუსელში. სალამი. მე ბოლო დღეების განმავლობაში შეხვედრა მქონდა თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელიც იმყოფება დღეს აქ და დელეგაციის სხვა რანგის წევრებთანაც, მთავრობის წარმომადგენლებთან. მთავარი გზავნილი არის ძალიან მარტივი. იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი ვერ ახერხებს მიაღწიოს კონსენსუსს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა დაუწესოს ინდივიდუალური სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დამნაშავეები საქართველოს დემოკრატიულ უსულაში და საგარეო ორიენტაციის ცვლილებაში, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დასაჯონ რიგითი მოქალაქეები და მათ შეუზღუდონ უვიზო რეჟიმი. ეს არის მთავარი გზავნილი, ჩვენ ოცნებისგან განსხვავებით ვიცავთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისგან, იმიტომ რომ ოცნება ფაქტობრივად ამოეფარა საქართველოს მოქალაქეების ზურგს უკან დაიმალა, სხვადასხვა სახელმწიფოების მეშვეობით ცდილობს, რომ მათ პერსონალური ფინანსური სანქციები არ დაუწესდეთ და არჩევანი მაშინ, როდესაც ქვეყნის განვითარება აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით მიდის, ვიდრე ევროკავშირის მოთხოვნები და მისი სტანდარტებია, რა თქმა უნდა ევროკავშირმა ნაბიჯები უნდა გადადგას და დღეს უნდა ყოფილიყო ის დღე, როდესაც უმკაცრესი გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და მე ძალიან მიხარია, რომ კოლეგების დარწმუნება შევძლებთ. მაშინ კარგით, მაშინ რა ალტერნატიულ გზას თავაზობთ? აი კონკრეტულად რა ბერკეტის გამოყენებას? ეს ყველაფერი მე ფიქრობ, რომ სულ მალე გამოჩნდება, როდესაც ამ საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებები გამჟღავნდება, მაშინ როდესაც იმედი მაქვს, საქართველოს მოქალაქეები მოთხოვენ საქართველოს მთავრობას გაასაჯაროა რასახის წერილი მიიღეს ევროკომისიისგან და რა პირობებია და რა ვადებია ამ წერილში. მე ხო არ შემიძლია კომისიის მიერ გაგზავნილი წერილების პირობები საჯაროდ გამოვაცხადო. ხო ეს შეუძლია საქართველოს მთავრობასთან. ისინი თუ საქართველოს მოქალაქეების თვის იღწვიან, მათთვის შრომობენ. გაასაჯაროვან. საქართველოს მოქალაქეების 85% დღესაც ხმას აძლევს ქვეყნის ევროპულ მომავალს. თუ ევროკომისია ჩვენ გვაწვდის გარკვეულ საქართველოს მთავრობას, აწვდის მოთხოვნებს, რომლის შესრულების ვადებსაც აწესებს. რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს უფლება ეს ვიცოდეთ და საქართველოს მთავრობას გონიერება უნდა ეყოს და უნდა ადგენენ და ეს გაასაჯაროონ და კი არ უნდა დამალონ და საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფა კი არ უნდა მიაყენონ, რომ აი თურმე გახსოვთ 25% გეუბნებით სიმართლესო, თორე დანარჩენს თქვენი ვერ აიტანთოთ, თქვენი ტვინი ვერ გაუძილებსო და ჩვენო მაგრები ვართო. ამიტომ დღეს ჩვენი ყველას მიზანი არის ერთადერთი ბოლო წლების განმავლობაში ის რაც საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს და ჩვენ ყველამ ერთად მივახციეთ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის და მომავლის და ევროპული გზის მიმართულებით. ეს არის თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, ეს არის DCFTA, ეს არის ასოცირების შეთანხმება, ეს არის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ ეს ყველაფერი ქართული ოცნებისგან განსხვავებით უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ძალიან აწყობს თუ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ. გახსოვთ ივანიშვილის ეს ცნობილი ფრაზა, რომ ეს ხალხიო დადისო, საზღვრები გაიხსნაო, დადიანოც ხედავენო ცხოვრება როგორიაო და მე თვითონ აცეთი უნდებათო, კარგი ნორმალური ცხოვრებაო და მე აქაც იგივეს მოგთხოვენო. ისინი ბედნიერები იქნებიან თუ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლას ჩაუკეტავენ და გაუქმებენ. თვითონ აი მოპარული ფული რო დაიცვან, აი ეს მილიარდები რო დაიცვან, რომლის გამოც ხარ ერთმანეთს ესურიან. და ჩვეულებრივი ქუჩური სისხლიანი გარჩევები აქვთ, ამისთვის მზად არიან ყველაფერი გააკეთონ. სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენონ, სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს ამოეფარონ და საბოლოო ჯამში ყველაფერი მიყავთ იქით, რომ ჩვენ თითეული რიგითი მოქალაქე დავზიანდებით უვიზო მიმოსვლის გაუქმებით, კანდიდატის სტატუსის გაუქმებით და საერთოდ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ჩვენი შვილების პერსპექტივის გაუქმებით. აი მარტივად რო გითხრათ, რასაც მე ვფიქრობ, რომ თითეული საქართველოს მოქალაქე დღეს გრძნობს. აი წარმოიდგინეთ დღეს ჩვენს რეგიონში ჩვენი მეზობლები სომხეთი, აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დასავლეთთან კარგი ურთიერთობებისგან სარგებელი მიიღონ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად. და ჩვენ დღეს გვყავს ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება, რომელიც საერთოდ წყალსატანს ყველაფერს, რაც ჩვენ ბოლო 20 წლის განმავლობაში გავაკეთეთ იმისთვის, რომ დავახლოვებოდით ევროპას. აგვისტოს ომიდან დაწყებული ყველა დღე, აი იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპაციის ხასთან იყვნენ გატაცებული ან მოკლული. რა პასუხი უნდა გაცემთ? ეს ადამიანები ყოველდღიურად ცხოვრობენ, შრომობენ და იბრძვიან იმისთვის, რომ თავიანთი შვილები ნახონ შვიდობიანი, წარმატებული, მდიდარი ევროპის ნაწილად და დღეს ამ გზაზე
სომხეთი და აზერბაიჯანი ბევრად უფრო წინ არიან, ვიდრე ჩვენ. ეს წარმოუდგენელია, რაც ხეს ხდება. ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ოცნების კორუმპირებული, არაეროვნული, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ხელისუფლება ცდილობს, რაც მოპარა ქართულ ხალხს. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ის როგორმე დაიცვას, სად უნდა წაიღონ, სად უნდა გაიქცნენ, სად უნდა დაიმალონ. ნუ არ ვიცი ხა, აი ამ ურთიერთ გარჩევებში და ურთიერთ სისხლიან სროლებში ვინც გადარჩება. მე არ ვიცი, ისინი ფიქრობენ ალბათ, რომ სადმე სად არ გვერდ წარმომიდგენია. რუსეთში კარგი და ბატონო გიორგი, ვადა უკვე ვიცით, ცოტა ხნის წინ კაია კალასმა თქვა 31 აგვისტომდეა, მაშინ როდესაც შეიკრიბებიან არაფორმალურ შეხვედრაზე პირველი დიპლომატები. მაგრამ დღეს უკვე მოვისმინეთ თბილისიდან განცხადებები თუნდაც პაპუაშვილის რომ გამოაგზავნონ, მაინც არაფერ შევასრულებდა, ისევ ჩალის ფასი აქვთ და რომ ეს არის ვითომ შანტაჟი. მე მაინტერესებს როგორ აპირებთ მოსახლეობამდე ამ სწორი ინფორმაციის მიტანას იმის საპირძონეთ, რომ პროპაგანდა აჩვენებს, რომ ქართველი ხალხისთვის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მაგალითად უფრო მაღლა დგას, ვიდრე უვიზო მისვლა. თამარ, ძალიან კარგი კითხვაა და აგიხსნით რატო. დღეს ძალიან აქტუალურია, ხო თქვენს ახლა დამისვით კითხვა, რომ არჩევნებში მონაწილეობას რა აზრი აქვს. ეს აზრი აქვს. დღეს ოცნებას ყავს იმდენი ამომრჩეველი, რამდენსაც არ იმსახურებს. ოცნებას რასაც იმსახურებს, იმაზე 2-3 უფრო მეტი ამომრჩეველი ყავს. ეს ოპოზიციის და ჩვენი ბრალიც არის. ამიტომ არ შეიძლება გაუშვათ ეს შესაძლებლობა. ჩვენ უნდა მივიდეთ ყველა ადამიანთან და აუხსნათ, რომ ოცნება დღეს გაფორმდა და ჩამოყალიბდა ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ძალად, რომელსაც ჩვენი სამშობლო საქართველოს, ჩვენი შვილებს მომავალი ფეხებზე კიდია. ისინი ახლა ზრუნავენ თავიანთი მოპარული ფულის გადასარჩენად. აი ხო ხვდებით, ქვეყანას ამოძრავებს აი დღეს ბოლო 2 თვის განმავლობაში ფული. ბაჩიაშვილის სისხლის სამართლის საქმე ფული. ურთიერთ აი ეს გარჩევები ფული. შენ იმდენი უნდა მოიტანო, შენ ამდენი უნდა მოიტანო, ამდენი ბიტკოინი მომპარე, იმდენი ბიტკოინი. ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი, მაშინ როდესაც ჩვენი მეზობლები თავის ეროვნულ სტრატეგიულ ამოცანებს აღწევენ. სომხეთმა გახსნა მოლაპარაკებები უვიზო მიმოსვლაზე, აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა, მათ შორის მოლაპარაკებას დღეს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები და ზანგეზურის კორიდორი თუ განხორციელდა, ხელისუფლება უვიცი, არაფრის მცოდნე და მაქნისი ხელისუფლება საქართველოს სტრატეგიულ ფუნქციას უკარგავს. სტრატეგიულ ფუნქციას უკარგავს და ამ ყველაფერს შემდგომ გამოდიან და რაღაცა ტყუილებით, რომ ვიღაცას ომი უნდა, გლობალური ომის პარტია, deep state და არავინ და არარაობები ცხოვრებაში არაფერი არ შეუქმნიათ, არაფერი არ გაუკეთებიათ იმის, რა ქვია, უცხოური ფონდებისგან ხელფასის ფულის მიღების გარდა და მე ამ მიღებული ფულით მილიონობით კვადრატული მეტრი მიწა მოპარული კახეთში და კიდე სისულელეები, რაღაცა აი ეს ადამიანები გამოდიან და ჩვენ გველაპარაკებიან ეროვნულობაზე. ჩვენ ყველა ოჯახში, ყველა ქართველ ადამიანს უნდა აუხსნათ. და საქართველოს მოქალაქეს, რომ ოცნებას არანაირი კავშირი არ აქვს არც ეროვნულობასთან, არც ტრადიციულ ღირებულებებთან. არანაირი კავშირი არ აქვს არც ქვეყნის სტრატეგიულ მომავალთან და არანაირი კავშირი არ აქვს მშვიდობასთან. იმიტომ რომ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანას მოკავშირეობის რაოდენობა გაუნულოს, მშვიდობა ვისაც უნდა ის აკეთებს იმას, რომ ქვეყანას მოკავშირეებს უმრავლებს. ჩვენი ხელისუფლება დღეს მოკავშირეებს ამცირებს. გაანულა ფაქტიურად მოკავშირეების რაოდენობა მარტო ისეთ რეგიონში, სადაც ჩვენი მეზობლები ყველაფერს ახორციელებენ და ჩვენ მარტო რჩებით ოკუპანტთან და ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებთან. თქვენ რა გონია დღეს ახლა ვერც იტყვი, რომ საქართველოს ხელისუფლება მარტო არის რუსეთთან პირისპირ. ვინ არის საქართველოს ხელისუფლება? საერთოდ ვინ? საქართველოს ხელისუფლება შეიძლება პირისპირ მარტო იყოს ცხინვალის არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ოკუპირებულ ოკუპანტ ხელისუფლებას. შეიძლება ესე იყოს. მაგრამ რა საერთოდ ეს ხალხი გაქრა ყველა განზომილებიდან, ყველა რუქიდან, ყველა შეხვედრიდან, ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან. ეს მესმის მათი კომპლექსიანები არიან. არიციან რა უნდა ილაპარაკონ, როგორ უნდა ილაპარაკონ, როგორ უნდა მოიქცნენ, არაფერი არიციან. ეს არის არაკომპეტენტურობის უზარმაზარი კრიზისი ქვეყანაში, მაგრამ ამ არაკომპეტენტურობის კრიზისს დაემატა არაეროვნულობის კრიზისი. ამ ხალხს ეხლა
ფულის და ბიტკოინების გარდა საერთოდ არაფერი არ ადარდებთ. გასაგებია, მაგრამ იმისთვის რომ ეს გზავნილები მიიტანოთ თითოეულ მოქალაქესთან რატომ მოგიახთ რომ არჩევნებში მონაწილეობა არის საჭირო და ხომ არ ფიქრობთ რომ აი ეს ერთიანობის დარღვევა აი იქნება ზუსტად იმ სტატუს-კვოს, ახალი სტატუს-კვოს დაფიქსირება, რაზეც წერია ევროპარლამენტის ანგარიში. არა არ იქნება. რატომ? გეტყვით რატომ? ჯერ ერთი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მუნიციპალური არჩევნები. მუნიციპალური არჩევნები ქვეყნის პოლიტიკურ განზომილებაში ვერაფერს ვერ შეცვლის. ვერც საგარეო ორიენტაციებში მუნიციპალური არჩევნებს შეუძლია მიცეს ოპოზიციურ პარტიებს შესაძლებლობა მივიდნენ ყველა ოჯახში, გააცნონ თავიანთი პლატფორმა, თავიანთი პოზიციები, თავიანთი პოლიტიკა, თავიანთი ფასეულობები, გეგმები, მაგრამ ეს არის ყველაფერი მუნიციპალური დონე. ამიტომ მუნიციპალური არჩევნები ვერანაირად საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას ვერ მოახდენს. ის სხვა არჩევნებია, ის სხვა თემებზე, სხვა განზომილებებზე, სხვა დონის არჩევნები, ის პოლიტიკური არჩევნებია. შესაბამისად, თან ყველას კარგად უნდა გვესმოდეს მეგობრებო, ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ოცნებას სანამ არ ექნება საქართველოს მოსახლეობის 20%-ზე ნაკლები მხარდაჭერა, ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი გამარჯვების იმედი არის ძალიან პირობითი და ყველა ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ოცნების მხარდაჭერა შევამციროთ. ჩვენი სტრატეგიული ამოცანა დღეს ის კი არ არის მხოლოდ, რომ დასავლეთში რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა გქონდეს. ის კი არ არის მხოლოდ და მხოლოდ, რომ რაც შეიძლება ბევრი ვიყოთ აქციაზე. რა თქმა უნდა ვიყოთ. დასავლეთის მხარდაჭერაც უნდა გქონდეს, აქციაზეც ბევრი უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს ყველაფერი არ იმუშავებს, სანამ ოცნების მხარდაჭერა კლებას არ დაიწყებს და ამისთვის ხალხთან კომუნიკაცია საჭირო და ხალხთან კომუნიკაციისთვის არჩევნები ყველაზე კარგი ფორმაა, თან მით უმეტეს მუნიციპალური არჩევნები. ამიტომ ყველას მე არ შევალ ახლა იმ თემებში, რომ წინა საპარლამენტო გაყარებული არჩევნების პირობებში ოპოზიციას თბილისში და დიდ ქალაქებში რა შედეგები ჰქონდა. ეს ტექნიკური საკითხია. აქვს ამ საკითხს არსებობის უფლება, მაგრამ ეს ტექნიკური საკითხია. ჩემს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სხვა რამ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ არჩევნებით ჩვენ უნდა მივიდეთ ყველა ოჯახში. დაუხსნათ, რომ ოცნება გახდა და ჩამოყალიბდა არა ეროვნულ და კორუმპირებულ, არა მშვიდობის პოლიტიკურ ძალად. ამიტომ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არის ოცნების სისხლზე წყლის დასმა, იმიტომ რომ ოცნებას უნდა ეს ბოიკოტი. ოცნებას უნდა, მე გეტყვით რა იქნება. ოცნება როგორც კი ჩაატარებს ბოიკოტის პირობებში არჩევნებს, არც ერთი პარტია იქ არ გავა, ოცნება ჩამოვა ბრიუსელში, აქ და იტყვის, რომ ჩემთან რა გინდათ. აი, რადიკალები. არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, თორემ მე ვაპირებდი ძალიან კარგი არჩევნების ჩატარებას. გონიათ რომ აქ არიცია და დაუჯერებენ რომ ჩამოვლენ და მერე იტყვიან რომ კარგი არჩევნები ჩავატარეთ. ფაქტი რა იქნება? ფაქტი რა იქნება თუ 4 ბარიერ გადალახული პარტიიდან არც ერთი არ მიიღებს მონაწილეობას. რა იქნება ფაქტი? ფაქტი რა იქნება ოცნებისთვის ეს იქნება გასეირნება და მიიღებს არ ვიცი 70-80%-ს. ხო? ფაქტი ხო ეს იქნება. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ არ შეიძლება რიგითი საქართველოს მოქალაქის მარტო დატოვება პირისპირ ოცნების პროპაგანდასთან. ეს უპასუხისმგებლობაა. ეს უფრო მეტსაც გეტყვით. კიდევ უფრო დიდი უპასუხისმგებლობა. დავასრულო. კიდევ უფრო დიდი უპასუხისმგებლობაა ნებისმიერი სახის და ნებისმიერი ფორმის ბოიკოტის კამპანიის და პროპაგანდის ჩატარება. ეს კიდევ უფრო დიდი უპასუხისმგებლობაა საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული არჩევანის გაკეთების უფლება. არავის არ აქვს უფლება მას ეს შეუზღუდოს. რა პირობებში ეს არჩევნები არ უნდა ტარდებოდეს. იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში არჩევნები არის პლატფორმა, რომ მიხვიდე ადამიანს და ელაპარაკო და გქონდეს შესაძლებლობა, რომ ის გადაარწმუნო. და მერწმუნეთ, რომ ესეთი შესაძლებლობები გვაქვს. იმიტომ რომ თვითონ ოცნების ამომრჩევლების ძალიან დიდი უმრავლესობა დღეს უზომოდ უკმაყოფილოა, რაც დაემართა გიორგი ბაჩიაშვილს. მაშინ, როდესაც ციხეში მყოფ პატიმარს ფიზიკურად უსწორდებიან ხელისუფლების დავალებით და კონკრეტული შურისძიების მიზნით, ნაცები სხვას კი არაფერს არ აკეთებდნენ. სწორედ იგივეს იმეორებს დღეს ოცნებას. თქვენ გონიათ ეს ოცნების მხარდამჭერებს ეს არ ესმით? მაშინ, როდესაც ოცნების მხარდაჭერების ძალიან დიდი უმრავლესობას გააზრებული აქვს, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი არის ერთადერთი პერსპექტივა ჩვენი შვილებისთვის. რატომ არის, რომ ოცნება ყველა ჯერზე
აი მაშინ როდესაც თავს ესხმიან ევროკავშირს, გერმანიის ელჩს, ამერიკის ელჩს, საბოლოო ჯამში ყველა თავის გამოსვლას ამთავრებენ წინადადებებით. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ თქვენ მაინც მიგიყვანთ ევროკავშირში 2030-ში. რატომ? იმიტომ რომ იციან საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა ჭეშმარიტი რა არის. ამიტომ ამ ყველაფრის აი ესე წყლისთვის გატანება არ შეიძლება. თქვენ პრინციპში შეიძლება თქვენივე თავს ეწინააღმდეგებით. ახლა როცა არასდროს. მუნიციპალური არჩევნები ეს არ არის. პარლამენტის არჩევნები, სადაც ესეთი გლობალური საკითხები იცვლება. თქმა უნდა. მაშინ ამ შემთხვევაში როგორ გადაწყვეტთ ამ გლობალურ არა მე ბატონო. გეტყვით როგორ. პირდაპირ ზუსტად ისე, როგორც ეხლა ვსაუბრობ. ეს ნიშნავს იმას, რომ გრძელდება პროტესტი, გრძელდება პარლამენტის ბოიკოტი, გრძელდება არალეგიტიმურობის პოლიტიკა, როგორც ქვეყნის გარეთ ევროპაში, ასევე ქვეყნის შიგნით, მაგრამ მუნიციპალურ დონეზე მივდივართ ადამიანებთან ველაპარაკებით და მათ იმედს უჩენთ. როგორ გონიათ ეხლა თქვენ, აი მაგალითად ტრაგედია, რომელიც დატრიალდა თბილისში. ეს რა, საერთაშორისო პოლიტიკის თემა იყო? ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ, არ მინდა ეხლა სახელი დავასახელოთ, იდი აი არარაობები და რომლებიც გამოვიდნენ, რა შუაშია ხო არ შეიძლება ყველაფერი თბილისის მერიას დააბრალო. ჩვენო არ ვიკადრებთ იმასო, რასაც ნაცები კადრულობდნენ, რომ ძალით სადღაც შევიჭრეთ და გამოვასახლოთ და მაშინ როცა თვითონ დაჭირდათ, ხალხს აშენებული სახლები სოციალურად დაუცველებს დაუნგრიეს. უბრალოდ მარტივი თემა აქ, უბრალოდ არ ქონდათ ის ინტერესი, ან ელოდებოდნენ ალბათ იმ ლოკაციაზე მიწის ფასის ზრდას. თან კლიენტი არ ყავდათ. უხეშად, ვინც უკეთესად უფრო მეტ ფულს გადაუხდიდა. ამიტომ ეხლა ესეთი ამას ყველაფერს საქართველოს მოქალაქე ხედავს. აფასებს. დღეს რასის სწრაფითაც ხდება ოცნების დეგრადაცია და სახის დაკარგვა, როგორც პარტიულ, ასე პერსონალურ, ინდივიდუალურ დონეზე. ისეთ სისულელებს და სიშტერეებს ლაპარაკობენ სერიოზული სახეთიდან. მერე გამოდიან თავს იმართლებენ. აი წარმოიდგინეთ, დროის ძალიან მოკლე პერიოდში. რიჟვაძის თემა. ბაჩიაშვილის თემა. ესე იგი, მთელი სახელმწიფო აპარატი მომართულია ძალადობით ფულის ამოღებაზე. ეხლა თქვენ ხო წარმოგიდგენია ჩვენ სადოთ. ძალადობით ფულის ამოღებაზე არის მომართული მთელი სახელმწიფო აპარატი, იმიტომ რომ ვერ გაურკვევიათ call ცენტრებით, ვინ რამდენი ფული მოიპარა, ვინ როგორ გამდიდრდა, ვინსაც წაიღო. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ქართული ოცნება აზროვნებს შემდეგი კრიტერიუმებით, რომ პოლიტიკას განსაზღვრავს ფულის რაოდენობა და არა ხალხის ნება და ხალხის განწყობა, ამიტომ მთელი სახელმწიფოს აპარატი, ისევე როგორც ძალის აპარატი, ყველაფერს იყენებს დღეს იმისთვის, რომ გააკონტროლოს და ამოიღოს ფული, რომელიც კორუფციულად ამ ადამიანებმა როგორც ჩანს ისე მოიპარეს, რომ ერთმანეთსაც არ ეუბნებოდნენ. არავინ არ იცის დღეს საქართველოში ვინ რამდენი ფული მოიპარა. ერთჩენიერ დღეს შეიძლება ივანიშვილმა გაიღვიძოს და 3-4 ადამიანი მასე უფრო მდიდარი გამოჩნდეს საქართველოში. თან შავი ფულით, მოპარული ფულით. ხა თქვენ ხო წარმოგიდგენიათ ეს მისთვის რას ნიშნავს? არაფერი უფრო ამაზე უფრო დიდი რისკის შემცველი არ არის. ამიტომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა ახლა უნდა ძალიან დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანები აი ამ მოპარული ფულის გაყოფას და გადანაწილებას გამოკიდებული. თქვენ ხო არ გონიათ ესენი ჩვენზე ან ჩვენ შვილებზე იფიქრებენ? არა, რა თქმა უნდა. ან საქართველოს ევროპულ მომავალზე, ან კომისიაში რა აზრები, ან კაე კალასი რას ამბობს, ან მარტა კოსმა რა განცხადება გააკეთა. ამათ ეს არც ფიქრობენ, ამათ წარმოდგენა არც უნდათ. ამათ აქვთ ეხლა ბაჩიაშვილს რამდენი ბიტკოინი უნდა წაართვან ძალით, რიჟვაძემ რამდენი ფული მოიპარა, იქ პეტრეს რამდენი აქვს წაღებული, მერიაში რამდენი ფული გაკეთდა, ეხლა ეს ფული სად არის? სამარცხვინო ეს ყოფილი. საქართველოს ოცნებამ მიაღწია იმას, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ანგრევს. სახელმწიფოებრიობა არის ის, მე მინდა თითოეულ საქართველოს ოცნების მხარდამჭერს უთხრა. სახელმწიფო არის ის, რამაც უნდა დაიცვას ჩვენი ენა, ჩვენი რელიგია, ჩვენი რწმენა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი შვილები. რამაც უნდა უზრუნველყოს წესრიგი, სამართლიანი წესრიგი ქვეყანაში. თუ სახელმწიფო ჩამოიშალა, მერწმუნეთ, ისეთი გამოწვევების წინაშე დავდგებით, რომ რეგიონში მაჩანჩალა ვიქნებით კი არა. აი
ისეც დაგვმართებენ, რომ გადარჩენაზე გვექნება სიმკვრივე. ერთი კითხვა მაქვს არჩევნებზე და ორი კითხვა დამჩა სულ. არჩევნებთან დაკავშირებით მაინტერესებს თulit თუ არა რომ ის რომ ერთიანობა ვერ შენარჩუნდა ეს იქნება დარტყმა და მინუსი თქვენთვის, აპირებთ თუ არა მაინც თანამშრომლობას ოპოზიციურ ძალებთან და გააფორმეთ მემორანდუმი მე მგონი ლელოსთან, აპირებთ თუ არა თქვა საერთო კანდიდატების წარდგენას ვკითხულობდი Facebook-ში თქვა ალიკო ელისაშვილზეც კი ეწერა რომ ერთიანი კანდიდატი თქვა მერობის აი კი ბატონო შეხედეთ ამ მემორანდუმის არსი რა არის თანამშრომლობა აი როგორ წარმოგიდგენთ ხა ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ რომ ჩვენ მონაწილეობთ არჩევნებში პირველივე დღიდან პოზიცია არ შეგვიცვლია როგორც კი საპარლამენტო არჩევნები დამთავრდა გამოვიტყვით რომ ჩვენ მონაწილეობთ მუნიციპალურ არჩევნებში და ვემზადებით ჩვენ ძალიან გვიხარია და კმაყოფილები ვართ რომ ლელომაც ასეთი გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო ეხლა როგორ ფიქრობთ ჩვენ თუ ორნი ვართ და იქით მხარეს არის ოცნება ეხლა რა აზრი აქვს ჩვენ ერთმანეთს დაუპირისპირდეთ და ერთმანეთთან კონკურენციაში ვიყოთ რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ იმისთვის რომ ერთმანეთს არ ვეჩხუბოთ, ერთმანეთი არ ვაკრიტიკოთ და ამ კონკრეტული არჩევნების პირობებში ჩვენი თანამშრომლობის მთავარი არსი და აზრი უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენი კანდიდატები ერთმანეთს არ უპირისპირდებოდნენ. ეს არის არსი. ამის იქით, რა თქმა უნდა, ჩვენი იდენტობა გვაქვს. ლელოს თავისი იდენტობა აქვს. ეს იდენტობები ერთმანეთში ვერ აირევა, მაგრამ აი მაგალითად რომელიღაც მაჟორიტარულ ოლქში, თბილისში, მაგალითად საბურთალოზე ან ლელოს ეყოლება თავისი კანდიდატი, ან ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი და ერთმანეთს დაუჭერთ. რა თქმა უნდა, და ერთმანეთს დაუჭერთ მხარს. ეს არ ნიშნავს იმას, იქ სადაც შევძლებთ და მივახცევთ ნეიტრალური კანდიდატები, გვეყოლება და ეს იქნება ყველაზე კარგი შედეგი, სადაც არც ჩვენი, არც ლელოსი ნეიტრალური კანდიდატი, ნეიტრალური ნომრით. რა თქმა უნდა, როგორ სადაც ვიპოვით ნეიტრალურ კანდიდატს, იქ არც ჩვენ და არც ლელო თავის კანდიდატს არ დააყენებს და ნეიტრალურ კანდიდატს დაუჭერთ მხარს. კანდიდატებზე ხო არ აპირებთ თანამშრომლობას სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც, მაგალითად ან შეთავაზებას და თქმას, რომ აი არც ლელოს არც გახარიასგან და არის ნეიტრალური თქვენს ფარი დაუჭერთ. ერთმნიშვნელოვნად ვაპირებთ ყველა იმ პარტიის ამომრჩეველთან საუბარს, ვინც ბოიკოტშია. იმ შემთხვევაში, სადაც ჩვენ ნეიტრალური კანდიდატი გვეყოლება. მაგალითად, მე ძალიან კარგად ვიცი და მესმის, რომ იქ სადაც ჩვენი კანდიდატები იქნებიან, ან ლელოს კანდიდატები იქნებიან, ნუ ეს ძალიან ინდივიდუალური და რთული საკითხია, მაგრამ სადაც ჩვენ ერთად მხარს დაუჭერთ ნეიტრალურ კანდიდატს, რა თქმა უნდა, მე მაქვს სრული უფლება და შესაძლებლობა ბოიკოტში მყოფი პარტიის ამომრჩევლებს ვთხოვო, რომ ნეიტრალურ კანდიდატს დაუჭირონ მხარი. ამომრჩევლიზე უფრო მეტად მაინტერესებს თავად პოლიტიკოსი. ეს მათია დამოკიდებული. ეს მათია დამოკიდებული. იქნები დღია. რა ჩვენ ყველაფრისთვის ღია. წარმოიდგინეთ ერთი რამ. იქ ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო, ჩემი მთავარი მიზანი იყო. აი გულწრფელად გეტყვით, რომ მე ვოცნებობდი იმაზე და ბევრი რამე გავაკეთე, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ყოფილიყო ისეთი ნეიტრალური კანდიდატი, რომელიც დარწმუნებული ვიყავი, რომ მოუგებდა ოცნების ნებისმიერ კანდიდატს. ნუ სამწუხაროდ არ გამომივიდა. მაგრამ ნეიტრალური კანდიდატი როგორც ოფცია არის ყველაზე სწორი დღეს, იმიტომ რომ პარტიული დაპირისპირებები და პარტიული წინააღმდეგობები ჩვენ უნდა დავტოვოთ წარსულში. განსაკუთრებით ახლა მუნიციპალური არჩევნების პირობებში, მაშინ, როდესაც დაპირისპირება არის სიბნელეს და სინათლეს შორის. ეხლა თქვენ ხო ხვდებით, ეხლა ოცნება ძალიან კარგი მანერა აქვს. რასაც თვითონ აფუჭებს, აი რასაც ყველაზე ბინძურს და ცუდს აკეთებს, თავარია რომ დაასროს და სხვას დააბრალოს. აი ამას აკეთებს ოცნება და ამ პირობებში განსაკუთრებით ახლა, მაშინ, როდესაც უკვე თავისი გუნდის წევრებზე ერთმანეთზე ძალადობენ ფიზიკურად. ო ერთმანეთს ესვრიან. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის აქ თითოეული საქართველოს მოქალაქის, მათ შორის ოცნების მხარდამჭერი მოქალაქის თვით გადარჩენის ინსტინქტი უნდა ამუშავდეს. და ქვეყნის გადარჩენის ინსტინქტი უნდა ამუშავდეს. ეს ყველაფერი რომ აი რაღაც მშვიდობისთვის, რაღაც ეროვნულ სუვერენიტეტს, ეს ყველაფერი არის ისეთი იაფფასიანი ტყუილი, რომელსაც ხვალ თუ ზეგ თითოეული საქართველოს მოქალაქე დაინახავს. ეს მე იმაში კი არ მეპარება ეჭვი რომ ხვალ ზეგ და მაზეგ ჩვენ ყველანი მივხვდებით რა რეალობაში ვცხოვრობდით დღეს. ეს არა, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ვნახავთ. უბრალოდ ამ პერიოდში ჩვენ არ დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც გაგვეხსნა, აი ესე ძალიან მოულოდნელად, რომ ქვეყანა
აი ამ სამხრეთ კავკასიური განზომილებიდან ევროპული განზომილება გავხადოთ. ძალიან ბევრი ისაუბრე ძალადობაზე და ამ ფულის გარშემო და ამ кейსებზე და მაინც რადგან სულ ახალი ამბავია ბაჩიაშვილზე მაინც მინდა კითხო თქვენი მოსაზრება და როგორ ფიქრობ როგორ განვითარდება მოვლენები და თქვენც თუ ეთანხმებით რომ ბაჩიაშვილი თუ კი ცოცხალია მხოლოდ იმიტომ რომ ის ფლობს ინფორმაციას ამ ბიტკოინების შეხედეთ პირველ რიგში მინდა აი სრული მხარდაჭერა და თანაგრძნობა გიორგი ბაჩიაშვილს და მისი ოჯახის წევრებს. მინდა გითხრათ რომ ჩემი ყველა შეხვედრა აქ ბრიუსელში და მანამდე ბერლინშიც იწყება და მთავრდება პოლიტიკური პატიმრების და გიორგი ბაჩიაშვილის საკითხით. იმიტომ რომ ეს იმდენად წარმოუდგენელი რამ არის და ისე ახასიათებს ოცნების დღევანდელ რეჟიმს, რომელიც გასულია ნებისმიერი გონივრულობის ფარგლებიდან. აი როგორ წარმოგიდგენიათ, რეჟიმი, პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, უმცირესობების უფლებების დაცვის ლოზუნგით, ეს ძალა დღეს სტუდენტებს 18, 19, 20 წლის ბავშვებს უსჯის 4, 5, 6, 7 წელი თავისუფლების აღკვეთას. აქციის დროს მაშინ როდესაც სამართალდამცველები ნიღბებში არავინ არ იცის შეიძლება საერთოდ არ იყვნენ სამართალდამცველები ადამიანებს უმოწყალოდ წემდნენ და იქ არანაირი რეაგირება მაშინ როდესაც გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებული პატიმარი ადამიანი მასზე ძალადობენ და თითქოს არაფერი რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ იქ სადაც შეგვიძლია თითოეული პოლიტპატიმრის გიორგი ბაჩიაშვილის და ყველა იმ ადამიანის, რომელიც პოლიტიკური დევნის ან პერსონალური შურისძიების მსხვერპლი გახდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხო? მათ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათი გათავისუფლებისთვის პირველი და უსაფრთხოებისთვის უნდა ვიზრუნოთ. ეს თუ არ გავაკეთეთ, ნებისმიერ ჩვენ პოლიტიკურ წარმატებას ფასი არ ექნება. იმიტომ რომ ჩვენ საიდანაც ოცნებამ გამოგვიყვანა და ოცნებამ ჩვენ გამოგვიყვანა ჩვეულებრივი ადამიანური, ქართული, ეროვნული ღირებულებების პრინციპიდან და გადაგვიყვანა სადღაც ფულის, გაგების, გარჩევის, ბიტკოინის იმ ღირებულებების პრინციპში და ამიტომ ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ და იქ რო დავბრუნდეთ უნდა გვესმოდეს რომ ნებისმიერი პოლიტიკური წარმატება მსგავსი ჰუმანიტარული, ადამიანური, ქართული, ეროვნული ღირებულებების დაცვის გარეშე არანაირი ფასი არ ექნება ამას და ამიტომ მინდა გითხრათ რომ ყველა ნებისმიერი დონის შეხვედრა იწყება პოლიტპატიმრებით და მთავრდება პოლიტპატიმრებით, იმიტომ რომ დემოკრატიული არჩევნები ერთია, მაგრამ ადამიანური განზომილება, როდესაც ადამიანები არაფრის გამო დღეს არიან და გაყალბებული კადრებით არ საშინელებას. და ბოლო კითხვა, სწორედ ამ ვითარებიდან გამომდინარე, მაინტერესებს აპირებთ თუ არა თქვენ თვითონ დაბრუნდეთ საქართველოში. რა თქმა უნდა, ვაპირებ. როდის? რა თქმა უნდა ვაპირებ. ვიზიტებიდან წახვალ საქართველოში. რა თქმა უნდა ვაპირებ, მე ვიზიტები ჯერჯერობით კიდე დაგეგმილი მაქვს აქედან ამერიკის შეერთებულ შტატებში, შუალეთში, დიდ ბრიტანეთში, რა თქმა უნდა დავბრუნდები. რას ელოდებით? სიმართლე გითხრათ, დღეს რთულია კონკრეტულად თქმა დღევანდელი ხელისუფლების უგუნურობა რასახის ზღვარებს გადალახავს. რთულია, იმიტომ რომ დღევანდელი ხელისუფლების რატომ არის სახიფათო თითოეული საქართველოს მოქალაქე? მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია. ხვალე შეიძლება ვიღაცამ გაიგოს, რომ თურმე ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტი ბიტკოინი ყოფილა გადამალული, ან ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტი ფული ყოფილა მოპარული კოლ-ცენტრებიდან და სასწაული მოხდეს ქვეყანაში. ესე იგი, უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი დეტერმინანტი როგორ მოქმედილით რო იღვიძებს მთავრობა რას აკეთებს? ბიტკოინებს და ფულს ეძებს. წარმოგიდგენიათ, ჩვენ სად ვართ? ის კი არ აღელვებთ ადამიანები როგორ ცხოვრობენ, ევროკავშირში რა ხდება, ინფლაციას რა არა. ამათ ადარდებთ მოპარული ფულის ადიმალება და ვის ხელშია და ბიტკოინების კოდი თუ რა არც ვიცი რა არის ეს, როგორ უნდა გაიგოთ ჩემ ცხოვრებაში ამასთან კავშირებს. ციხისთვის თუ ხართ მზად? ნუ გადაგაქვთ თემა მაინც. რას ნიშნავს ციხისთვის თუ ხარ მზად? მე ბრძოლისთვის ვარ მზად. ბრძოლაც ხო შეიძლება ეს ერთი კომპონენტი იყოს. მე ბრძოლისთვის ვარ მზად ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას.
იმისთვისაც ვარ მზად, რომ ასე როგორ გითხრათ, როგორ თქვა, ასე ასე ოცნებას ნამდვილად არ ჩავყართ. თქვენი დაბრუნება, თქვენი პოლიტიკური ნაბიჯი იქნება ეს რაღაცის დემონსტრირება. ჩემი ყოველი დღეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, მერწმუნეთ. და უბრალოდ დღეს ისე აღმოჩნდა, რომ ეს მინდა გთხოვოთ, რომ გაითვალისწინოთ. დღეს ისე აღმოჩნდა, რომ აქ ბევრი ხალხი იყო და მედიას უბრალოდ თავი ვერ ავარიდეთ, თორე მე რასაც ვაკეთებ იმის პიარი არასოდეს არ მიცდი. ჯერ ერთი ხშირ შემთხვევაში არც არის ამის საჭიროება, ეს უბრალოდ ეფექტურობასაც ამცირებს. ამიტომ დღევანდელ დღეზე უფრო მნიშვნელოვანი დღეების მქონია ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ ყველამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ იქ, სადაც უფრო ეფექტურები ვართ. თუ აქ ვარ ეფექტური, ვიბრძოლებ აქ. თუ იქ ვარ ეფექტური, ვიბრძოლებ იქ. თუ ციხეში ვარ ეფექტური, ვიბრძოლებ ციხეში. რა პრობლემაა? სულ შეკითხვა, მაშინ ეფექტური იქნება თუ არა თქვენი დაბრუნება, თქვენი აზრით საქართველოს. ჯერჯერობით ყველაზე ეფექტური ჩემი ყოფნა არის აქ ამ ადამიანებთან, იმიტომ რომ თავი ანუ შეგვექვს ამ შეხვედრას. აი ეს ნახავთ. დღეს ფაქტობრივად განწყობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების uvizო მიმოსვლის გაუქმების აერში იყო, მზად იყო ეს განწყობა. ეს მარტო მე არ მიღწევი ამის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ჩვენ შევძელით რომ ეს გადავაბადეთ. მერწმუნეთ ეს ასე იყო. დღეს ყველა ელოდებოდა რომ ეს გადაწყვეტილება თუ ვერ მიიღწეოდა კონსენსუსი ფინანსური, კონკრეტული, ინდივიდუალური სანქციების შემთხვევაში, რომ საბირწონეთ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ეს გადაწყვეტილება მზად იყო. წელსაც ხედავთ ამაში რომ ეს გადაწყვეტილება მე არაფერს არ ხედავ, მე ძალიან მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება დღეს არ იყო მიღებული, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება თუ არის გადავადებული, საქართველოს რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა, რომლებსაც სჭირდებათ დროებითი სამსახური იმისთვის, რომ ქვეყანაში ოჯახი არჩინონ, რომლებსაც ჭირდება თავისი შვილი ჩაიყვანონ და ნახონ, რომელიც წლები არ უნახიათ, იმიტომ რომ მშობლები, დედები სადღაც საზღვარგარეთ მუშაობენ, აი ამის დაკარგვა არ შეიძლება ეს უბრალოდ ხალხის ბოროტება ეს უბრალოდ და ოცნებას ეს ფეხებზე კიდია, ოცნებას პირიქით ეს აწყობს და ოცნება ძალიან გაუხარდება თუ uvizო რეჟიმს საქართველოს გაუქმება.